რაც მინდა ვისაუბრო, ეს არის სიზმარი და ყოველდღიურობა. ორივე თემა არის მეექვსე სახლის თემა. მეექვსე სახლს კიდევ აქვს, რა თქმა უნდა, სხვა თემები, ეს არის ერთადერთი თემა. მეექვსე სახლის ზოგადად კონკრეტული სახლის თემები ერთმანეთთან არის კავშირში. დაზიანებულია ერთი, ავტომატურად დაზიანებულია მეორე, ერთი მეორეზე მოქმედებს. ამიტომაც როდესაც დამუშავება ხდება, როდესაც ხდება ერთი სფეროს დამუშავება, ამ ერთი სახლის კონკრეტული რომელიმე სფეროსი. ეს გავლენას ახდენს სხვა თემაზე. მეექვსე სახლის თემა არის ყოველდღიურობა, რუტინა და იგივენაირად მეექვსე სახლის თემა არის სიზმრები. ეს ორი თემა, ერთი შეხედვით არანაირ კავშირში, რომელიც არ არის, რეალურად არის ძალიან მჭიდროდ ერთმანეთთან დაკავშირებული. თუ ადამიანს რუტინა არ აქვს დალაგებული, თუ ადამიანის ცხოვრება ყოველდღიურობა არის აქტიური და დაუგეგმავი, არასტაბილური, იგივენაირად მისი სიზმრები იქნება არასტაბილური. რაც უფრო მეტად არასტაბილურია ჩვენი ყოველდღიურობა და პრობლემატურია, მით უფრო პრობლემატურია ჩვენი სიზმრები. გვეძინოს მშვიდად, წყნარად და გვესიზმრებოდეს ფერადი სიზმრები, ამისთვის საჭირო არის ყოველდღიურობის დალაგება. რაც უფრო მეტად ჰარმონიულია ყოველდღიურობაში, როდესაც იცი რა უნდა გააკეთო მთელი დღის განმავლობაში, როდესაც მოგწონს შენი საქმე, აკეთებ იმას, რაც შენ სიამოვნებს, ან აკეთებ იმას, რაც არ სიამოვნებს, მაგრამ აკეთებ პოზიტიური, ესე ვთქვათ, დამოკიდებულებით. ესეთ დროს სიზმრების თემა მოწესრიგდება. თუ მეექვსე სახლი არ არის დამუშავებული, როდესაც მეექვსე სახლის თემები არ რეალიზდება ადამიანის ცხოვრებაში, ეს ყველაფერი გადმოდის იგივენაირად სიზმრის თემაში. რაც უფრო მეტად პრობლემები გვაქვს ყოველდღიურობაში და რამეს ვერ ვახერხებთ, როდესაც ეს მეექვსე სახლის ენერგია არ იხარჯება, ეს ყველაფერი გადადის სიზმრის სფეროში და ავტომატურად უკვე სიზმარი, ანუ თუ შფოთავთ ყოველდღიურად, ეს ყველაფერი გადადის სიზმარში. ეს ჩვენ ვიცით ასტროლოგიის გარეშეც, ისედაც. შესაბამისად, თუ გინდათ რომ კოშმარები არ გესიზმრებოდეთ, უნდა დაალაგოთ ყოველდღიურობა. მეორეს მხრივ კოშმარები ესიზმრება იმას, ვისაც მეექვსე სახლი აქვს აქტიური რაიმე მხრივ დატვირთული, ესე ვთქვათ, ინტენსიურობით. ესეთ ადამიანს სჭირდება ინტენსიურობა ყოველდღიურობაში. თუ მეექვსე სახლს კავშირი აქვს მერვე სახლთან და ყოველდღიურობა უნდა იყოს ინტენსიური და შენ ოფისში ზიხარ და არაფერს ინტენსიურს არ აკეთებ, რა თქმა უნდა, სიზმრების შემდეგ იქნება ინტენსიური და შფოთიანი, იმიტომ რომ ეს ენერგია სადმე უნდა წავიდეს. რაც უფრო სწორად იქნება დაგეგმილი ყოველდღიურობა, მით უფრო პრობლემები არ იქნება სიზმრებთან. როდესაც ნეპტუნი არის მეექვსე სახლში, თუნდაც ყოველდღიურობას სჭირდება რაღაც კონკრეტული ფანტაზიის სფერო, რაღაც ეზოთერიკა, რაიმე ნეპტუნის რომელიმე თემით დატვირთვა ყოველდღიურობის. თუ ეს ყველაფერი არ ხდება, დატვირთვა ყოველდღიურობაში, უფრო მეტი ალბათობით ეს ყველაფერი გადადის სიზმრების სფეროში და შემდეგ ადამიანს ესიზმრება რამე უფრო ინტუიციური, ნეპტუნისეული, რაღაც უფრო აბსტრაქტული, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი არ იყოს კავშირში რეალობასთან, შესაძლებელია იყოს კავშირში რეალობასთან, ეს უკვე ნეპტუნის დაზიანების დონეზეა დამოკიდებული, რამდენად არის ან არ არის დაზიანებული. ანუ მთლიანად სიზმრების თემა, რამდენად რთული არის, რამდენად პრობლემატურია სიზმარი, დაკავშირებულია თქვენს ყოველდღიურობასთან. მოწესრიგდება ყოველდღიურობა, მოწესრიგდება სიზმრებით.